ჩვენი მაყურებელიც და მსმენელიც ალბათ 110 და მეტი პროცენტით ენდობა ეკონომიკის მინისტრის თუნდაც ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნებულ კადრებს. კადრები, რომელსაც ნინო წილოსანი და ქართული ოცნება 110%-ით ენდობა ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. ვიდეო მასალაში ჩანს რამდენიმე სატვირთო ავტომობილი და ტრაქტორი. ეკონომიკის მინისტრი თავდაცვის მინისტრთან ერთად კი დიდი ყურადღებით აკვირდება პროცესს და ამბობს, რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა დაიწყო. ანტიქართული ოცნების მიერ თავდაცვის მინისტრის ჩაყვანა ანაკლიის ცარიელ სანაპიროზე, სადაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ფოტოსესია და ქართული ოცნების მინისტრის წრეზე სიარული არის სასაცილო პროპაგანდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არ დავიჯერებთ, იმიტომ რომ ფაქტი ერთია. მაშინ როცა 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის სპორტს პირველი გემი, დღეს ჩვენ ვხედავთ არარსებულ პროექტს. ირაკლი კუპრაძის ამ განცხადებას დღეს ნინო წილოსანმა უპასუხა. ის ამტკიცებს, რომ ტრაქტორები საჩვენებლად არ დადიან და პორტი ნამდვილად შენდება. ან თქვენ თუ მოლოდინი გაქვთ, რომ ერთ დღეში თქვენ ვთქვათ რაღაც აშენებული უნდა დაინახოთ, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, იცით რომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო დაპროექტება, დაიწყო გარკვეული საჭირო და აუცილებელი პროცედურები. რამისანს ემსახურებოდა ანაკლიაში თავდაცვის მინისტრის ჩასვლა. ეს კითხვა ჩვენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავუსვით. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამერიკელების ანაკლიაში ვიზიტის შემდეგ ქართული ოცნების თავდაცვის მინისტრის გამოჩენა მეტ დამაჯერებლობას ემსახურება. რადგანაც ანაკლიის სპორტი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რეგიონში უდიდესი დატვირთვის მატარებელია. მისი ჩასვლა ერთგვარად ხაზგასმა არის იმაზე, რომ დიახ, ანაკლია მათ შორის უსაფრთხოების პროექტიც არ არის, ის არ არის უბრალოდ ეკონომიკური პროექტი და ჩვენ ამას ხედავთ და აი ანგარიშს უწევს და ხო ხედავთ თავდაცვის მინისტრიც კი დაინტერესებული. ხო გაშენდება თუ არა იმ ტიპის ღრმაწლოვანი პორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბაზარზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით ალტერნატივა შავი ზღვის რუსული პორტების. ეს იყო ანაკლიის გეგმა და ჩანაფიქრი. საბოლოოდ, რომელი ქვეყნის ინვესტიციით აშენდება ანაკლიის სპორტი? პასუხი ამ კითხვაზე ბუნდოვანია. ქართული ოცნება ინვესტორად აქამდე ჩინურ კომპანიას ასახელებდა. არის ერთი საინტერესო დეტალიც. პორტის მშენებლობის დაწყების ვიდეო მასალა ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. უცნობია ეს დამთხოვა თუ ამერიკელებისთვის იმის ჩვენება, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი დაპაუზებული არ არის.